მომავალ გაზაფხულზე აუცილებლად მოვინახულებ მამა შენის საფლავს. რატო? შობელი მამა ვერ გააკეთებდა იმდეს, რაც შენ გამიკეთებ. მადლობელი ვარ ძმა. აი ახლა ხვდები თუ რა არის ცხოვრება. ჯერ სათხარ. არჩევანი განაპირობა, სანამ დას გავიცნობდი, მანამდე ავიღე ეს პიესა. ცოტა გამოვალ სიტუაციას ჩავაყენე თავიდანვე ჩემი თავი, იმიტომ რომ გენიალური დრამატურგია, საინტერესო პიესა, საკმაოდ რთული და რაც მთავარია, რაც თეატრი არის, ის მინდოდა რომ გამეკეთებინა. მინდოდა ურთიერთობები ამეგო, ხასიათები გამომეყო და გვემუშავა კლასიკურ პიესაზე, რაც დღევანდელ თეატრს მე მგონი ძალიან ჭირდება, იმიტომ რომ ტექსტთან ურთიერთობა მსახიობს აუცილებლად ჭირდება და მაყურებელს რომ ტექსტი მოისმინოს. როგორ გონია? აი, ქორწინება ისევია, როგორც ეხლა სტეფანს უგზადო? სტეფან, მომართვი ჩექმე. სტეფან, მოგართვი ჩექმები. მერე ჩამო ფეხები შიგ და წახვიდე. არავითარ შემთხვევაში მოფიქრება უნდა. პერსონაჟებზე მაქვს ლაპარაკი, რომ იმდენად სოციუმში, იმდენად არარეალიზებული ხალხია, იმდენად აი დეკორაციაც ესე გავაკეთეთ, რომ ჩვენ ვთამაშობთ სადეკორაციო სივრცეში, ანუ ნივთებში ვთამაშობთ. ეს საზოგადოებაც ამ ნივთებშია ჩაძირული, თითქოს რაღაცა მის რაღაცა შინაგან სურვილების სუბლიმაციას თითქოს ახდენენ ვიღაცა ნივთებში, ვიღაცას უნდა რომ კარგი განათლებული ქალი ყავდეს, ვიღაცას უნდა რომ საკვები ქონდეს ელემენტარული ცხოვრობს და მას შეა, ხო? და ამ პრობლემებში არიან ესენი ჩაძირულები და მთავარ და ღირებულს ალბათ ვერ ხვდებიან ესენი. ნუ მაგათი ბრალიც არ არის. მე არ ვიძახი რომ ეს პერსონაჟები არიან ცუდები ან კარგები ან ასე შემდეგ. უბრალოდ მათ რაღაცა ღირებული აქვთ დაკარგული, ჩემის აზრით. და ეს გოგოლთანაც ჩანს და ეს ღირებულება არის ძალიან მარტივი და ძალიან ბანალური და ძალიან ჭეშმარიტი რაღაცა. ეს არის სიყვარული. ესა გაჯერებულია უამრავი კომპლექსებით. ეს იქნება სექსუალური კომპლექსი, ეს იქნება ბავშვობის კომპლექსი, ეს იქნება ცოლქრობის ყველაზე დიდი რაც დევს ამ პიესაში, რომ შიში ცოლქრობის, შიში ქორწინების, შიში ქალის. ეს კომპლექსები გოგოლთანაც იყო ძალიან დიდი და ეს პიესა არის ძალიან დიდი აღიარება გოგოლის, ну, როგორც დანარჩენი სხვა პიესები, იმიტომ რომ იმდენ კომპლექს მოუყარა თავი და იმდენ ხასიათში სხვადასხვანაირად გამოვლინდა ეს ყველაფერი, რომ პერსონაჟებს საკუთარი თავი აქვს დაკარგული. მათ არ იციან რა უნდა გააკეთონ. ჩემი პერსონაჟი არის შინაბერა, გაუთხოვარი, გაბოროტებული მამიდა, რომელიც მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ ჰქონოდა უზრუნველი ცხოვრება, რა კარგად ყოფილიყო. და არ გამოუვიდა. ამიტომაც თulis, რომ აზნაურები არიან ფუქსავატები და ესეთი ხალხი რა, რომელიც თავზე დავზოგავად არ მუშაობენ და ვერ აცხოვრებენ თავიანთ იმას და უნდა გამოასწოროს ახლა. თავის ძმისშვილში გადაიტანოს ის დაუშვათ, რაც დააკლდა, რამიზანსაც ვერ მიაღწია. სად ჯვრის მეფე და სად ბაჭარი? Арахи, столичная. Бачари, бачрукана. Хагафия. ხოდა ფიქრობს მის იდეა ფიქსი არის, რომ როგორმე ვაჭარს მიათხოვოს, რომ იცის, რომ თუ ვაჭარს გაყვება აგაფია, ანუ ძმისშვილი, თვითონაც უზრუნველად იცხოვრებს. და ოდნავ მაინც დაიკმაყოფილებს იმას, რაც მთელი ცხოვრება ქონდა მის პერსონაჟს. ბაჭუკანა ვმაჩვენე საუკეთესო ხარისხის ხავები. იზებეთ ბატონ, აი რა სიტყვის ვაჭარი. ხუდი მოიძრე დავხედო, აი რა სიტყვის აზნაური. ვაჭარს თუ არ მოვიდა, ნაჭერს არ მისცემს. ხოდა შენმა დიდლიკან აზნაურმა იხტვროს რამდენიც უნდა. აზნაური, აქ ყავს ვაჭარს. ვაჭარი პოლიციაში უჩივლებს. აზნაური გუბერნატორთან მივა, ვაჭარი სენატორთან. აზნაური კი. უი! იქებს აქ აზნაურს. აზნაურს თუ დაჭირდა. კუცაც კარგად მოიწ. მამიდა. ტონი ვიღაც რეკა. ყოველ
შემთხვევაში როცა წავიკითხეთ ეს პირს, სამწუხაროდ სტუდენტობაში მქონდა წაკითხული და არ მახსოვდა ესე კარგად. და ეხლა როცა წავიკითხეთ და მოხდა განაწილება, სიმართლე გითხრათ ძალიან შემეშინდა როლის თავიდან. და ვცდილობდი რომ რას ქვია, ახლა არ გამოგივა, ამაზე აღარ ვფიქრობდი, მინდოდა რომ კარგი გამოსულიყო, იმდენად საინტერესო იყო, რომ ყოველ დღე, აი დღე არ გასულა, რომ მე რაღაცა ახალი, რაღაცა ვიღაცა არ დამეფიქსირებინა, თუნდაც აგაფე ქუჩაში, თეატრში, სამეზობლოში, სამეგობროში, სულ ვეძებდი, ამით იყო ჩემთვის უფრო საინტერესო. აიმე! რა ღირსეული კაცია, აიმე. იმდენი საერთო აღმოვაჩინე აგაფია სადა ჩემს შორის, ჩემსა და აგაფიას შორის და აი ამ ორივეს სადა ხალხის საზოგადოებას შორის აი ვერც კი წარმოგიდგენთ. ცხოვრობდი და ახლა უნდა გავთხოვ. მიმიყვანენ ეკლესიაში. მერე მარტო დამტოვებენ კაცთან. სულში 8 წელი მივლის. შვიდობით, ჩემო ქალიშვილობა. საერთო, ამდენი საერთო ჯერ არ აღმომიჩენია აი საზოგადოებასთან. დაბნეულობა რო არიცი რა უნდა, კარგად უნდა რომ ყოველს უნდა რომ ვიყოთ კარგად, მაგრამ არ ვიცით როგორ გავაკეთოთ. ვაღწევთ მიზანს, მაგრამ აი ბოლოს ხდები რა ხელცარიელი არაფერი და უნდა იცოდე რატო გინდა რისთვის გინდა როგორ და აი ეს ტრაგედია ზუსტად ამაშია რომ გააკეთა, მიაღწია, რაღაცა წამებში გადაწყვიტა ეს ყველაფერი, დაბნეულობაც ვითომ მოიხსნა, სურვილიც აისწვლა, აი всё, ყველაფერი გადაწყვიტა, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ესე მარტივად ცხოვრება არ არის. როგორც თეატრში არ არის ცხოვრება მარტივი, ისე ცხოვრებაშიც არ არის ცხოვრება მარტივი. არ მისმის რა ხდება ჩემი თავს. ერთიანად ვცახცახ. რაღაცნაირად მორცხო. ნუ დავიხო ოთახში. არავინ არ დამხდეს. ნუ დავიხო ოთახში, არავინ არ დამხდეს. არავინ. მაგარიოსი. გოგოლი, მაინც როდის დაიწერა, ხო? ალბათ კლასიკა იმიტომ არის, რომ ყველა დრო უკვდავია რა, ყველა დროში პასუხობს იმ კითხვებს, რა კითხვებიც ისმევა, ხო? ცხოვრებაში. დღეს არ არიან ესეთი ადამიანები, რომ ეძებენ ყველაფერს სიყვარულის გარდა. დიდი ხანია რაც ასე წავსულელებს. ბავშვობიდან. ესე კარგი იქნებოდა ჭკვიანი ყოფილიყო, მაგრამ სულ ერთსაც არ აღშავს. თავარია საქმე ისე აიწევს როგორც საჭიროა. ავარია? აი ეს ქონება კონდეს და არც სიყვარულს ეძებს, ასულს არაფერს, მატერიალურზეა გადასული. მატერიალურს ყველაფერი არ არის დღეს ეგრე? არ არის, ძალიან ცუდია თუ არის. თუ თავარი სიყვარულია. ახლა ინტერამის თვითებია, ესო სახლიო, ესო მარტივიო, მაგრამ როგორც კი შეიძლება, ჰოპ! და ბუმბული შეჭება ხელში. ბუმბული. ჩემი პიროვნება ომლეტი აიჩნიცა. ძალიან უხასიათო კაცია, ჯიჭყინა კაცია. რა ვიცი, ეს ჯიჭყინის მე მოვძებნეს რაღაც, მაგრამ თავის ხასიათს არაფერი არ მოსწონს. არაფერი არ უხარია, ერთი უნდა რა ქონება კონდეს. თანამდებობა ყველაფერი აქვს, მაგრამ აი ქონება დახარბებული არის. ჩემი მდგომარეობა მოგეხსენება სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობ, უფროსობა პატივს ხელქვეითები მემორჩილებიან, მხოლოდ ერთი რამ მაკლია ცხოვრების თანამგზავრი. გადახედეთ ღევანდელ ხელისუფლებას, ხალხო, გადახედეთ რა. ხალხი არ აინტერესებს, ოღონ ხელფასი კონდეს, ქონება კონდეს, მანქანა. ხალხი არ აინტერესებს და რა ვქნათ, თუ მისმენენ ხელისუფლების წამყვანი, ნუ იქნებით ისეთი, რასაც მე ვთამაშობ. ძალიან გთხოვთ. რა ვქნათ, ეგრე არის რა.
გაიწრერა ეს მაგიჩეხო გაიგებ მალე გაიგებ ყველა აი ეხლა პოლიციაში რომ მიგავწერე მაშინ მიხვდები ვინცავ აი მიხვდები როგორ უნდა პატრიოტული ხალხის მოგწუება აი შენ პატრონსაც გადაიცი რომ გათახსირებული და არამსადა აი ეს პირდაპირ გადაიცი გათახსირებული და არამსადა ჩემ გმირს რაც შეეხება ქალში აი რაღაც როგორც პიროვნება, სულ ადამიანი, ეს არ აინტერესებს. ერთადერთი მთავარი არის ის, რომ ფრანგული იცოდეს. ფრანგული იცოდეს არა იმიტომ, თვითონ არ იცის ფრანგული, მაგრამ აი ქალმა თუ იცის ფრანგული, ეს ჩემი გმირის გადასახედიდან ნიშნავს იმას, რომ აი რაღაც არისტოკრატიული წრიდან არის, რაღაც უფრო ესთეტიკურად მისთვის მისაღებია. ქალი სულ სხვა რამეა. აუცილებლად უნდა იცოდეს ფრანგული. აი ამის გარეშე არც ეს და არც ის არაფერი წამოდება. ფეკლა ივანოვნა დარბის და ამ სასიძოებს ეძებს, იმიტომ რომ მისი ინტერესი აქვს. ანუჩკინს ის რომ ფრანგული იცოდეს, ჟევაკინს სულ სხვა, იმიტომ რომ ჟევაკინი უკვე ძალიან ვებერია. და აი ცოლი უნდა ყავდეს რა საჭმელი რომელიც გაუთფოს და მოუტანოს. ომლეტს კიდევ უფრო მატერიალური აინტერესებს. იქ მზითებში რა მოყვება, დადის ამ ხელნაწერით, ჩამონათვალით თუ რა ქონება აქვს ქალს. და გრძნობა, რასაც ქვია, რომ აი რაღაც გრძნობაზე, სიყვარულზე, ადამიანურზე, რაღაც აი პიროვნებაში აინტერესებდეთ რაღაცა სულიერი, ეს ნაკლებად. ფეკლა ივანოვნა, დია, თავაზიანად ვიდაბახია. ბრძანეთ? აი, ვერ წარმოვიდგენდი თუ ესე მწარედ მომატყუებდი. როცა და პატარცამმა ფრანგული არ იცისო. ჩემი ერთი წუთით ჩემი ფეხი არ იქნებოდა. აი ასე თუ რაც უფრო ასაკშია, არ აქვს მნიშვნელობა ქალი თუ მამაკაცი, უფრო სხვა რაღაცა წინაპანზე სულ სხვა რაღაცაები იწევს და ამიტომ უფრო გიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ ვერ ელევი საკუთარ თავს, რაღაცნაირად შებოჭილი ხარ, რაღაცა კომპლექსი გიჩნდება, საბოლოოდ მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ ცოტა ხანი კიდევ დაიცავ. არა და ამ დაცდაში უკვე გადის ცხოვრება და საბოლოოდ რჩებით ისე თავქორწინებლები. თუმცა ეგრე არ უნდა ხდებოდეს აუცილებლად, მე მგონი დროულად ყველაფერი საჭიროა ამ ქვეყნად. ხომ არ უკითხავს, რისთვის იკერავს შენი ბატონი ასეთი საუცხოო ნაჭრით ფრანგს? არა. და არაფერი უკითხავს იმის შესახებ, შენი ბატონი ქორწინდება თუ არა? იმის შესახებ სიტყვასაც წამოს. და შენ ხომ უთხარი, ნახარისხის მოხელეც ვარ და სადაც მუშაობ. ხარი და მე რაო? ამბობს, დიდად ვეცდები. ხედავთ იმისა, რომ როლი პატარა, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ძალიან და საინტერესო ამ მხრივ არის უფრო. და მე ვიტყოდი აი სპექტაკლი გამოუშვით უკვე, მაგრამ აი როლზე მუშაობა არ დამისრულებია, განუწყვეტლივ მუშაობ კიდე ესე ვიტყოდი და ყოველდღიურად, ყოველი სპექტაკლის შემდეგ ხვდები რომ რაღაც ახალ რაღაცეების მატება ხდება. რა ვიცი, შეიძლება ეს უბრალოდ ჩემთვის ხდება ესე და მაყურებელი ამას ვერ ხედავს, მაგრამ ესეც დამაკმაყოფილებელია ჩემთვის და ამ მხრივ ძალიან საინტერესოა საერთოდ რა. აი ეს პროფესია ამით არის საინტერესო, რომ განუწყვეტლივ სულ აი უკმარისობის გზნობა გაქვს, თითქოს რაღაცა აკლია, თითქოს რაღაცა უნდა შეჰმატო და ყოველდღიურად განუწყვეტლივ ამაზე მიდის ფიქრი, შიგნით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იხარშება და ეს დაუსრულებელი პროცესია ჩემთვის. არა, ვინ არის ეს რა? გდია წეული მარტო ხედა. დედი? ო, ლეჩ? შტერი. გეკოდი კიდე უარეს, მაგრამ უხერხულია. ქალაჭუნა. პირველი შეკითხვა, რაც რეჟისორს დაუსვი, იყო ის, რომ რატო იკლავს ეს კაცი ასე ძალიან თავს, რატო უნდა რომ დააქორწინოს პატკალოსინიდან. მოვიფიქროთო. ვიჭვლიტეთ თავი ის ვარიანტი, ეს ვარიანტი მოვსინჯეთ რაღაცა ვიწვალეთ და ბოლოს მონოლოგის განხილვისას მე და ბატონ ლაშა ვიჯექით და ვკითხულობდით, აღმოვაჩინეთ, რომ გოგოლი თვითონ ეკითხება ხალხს, რატო იკლავს კაჭკალოვი ასე ძალიან თავს
იმისთვის რომ პატკალოსინი დააქორწინოს. ანუ თვითონაც არ აქვს ამაზე პასუხი, ავტორსაც კი. მე ახლა ვერ წავალ და თავში ქოგიხრი. მოიცა. მე ვინ გითხრა ჩემზე იზრუნეო. წადი, გამეცადი. ეგ ისევ შენ დაგაკლდება. უჩემოდ მეფეს გახდები. ცოლი მე რომ არ შეგთო მთელი ცხოვრება ასე დარჩები. გამოთაყვანებო. შენ რა გაწუხებს? შენთვის ზრუნავ ხის ჰავა, შენთვის. შენი მზრუნველობა არ მჭირდება. და მე მივხვდით რომ ალბათ ეს ასეც უნდა იყოს. რაღაცა შინაგანი ფანატიზმი ამ კაცს გააჩნია, შეიძლება 1000 ინტერპრეტაცია მოუძებნოთ, თორემ რატომ რისთვის რატო იკლავს თავს, მაგრამ ეს არაფრის მომცემი არაა საბოლოო ჯამში. უნდა გააკეთოს პერსონაჟმა ის, რასაც აკეთებს. ახლა თითქოს ისე ვხედავ. ის შვენიერია, მაგრამ მის ვინე ახლა წავიდეთ მასთან, გამოვხილოთ ყველაფერი და საქმეც მოვა. არა, ამას ვერ გავაკეთებ. რატომ ვერ გა? იმიტომ რომ უხერხულია. ჩვენ ბევრი ვართ, თვითონ ამოვიჩი. შენ სხვას არ უყურებ. ნუ თუ მეტოქეობის გაწევის გეშინია? არა თუ გინდა ყველას ერთ წუთში გაგიფანტავ. მიდის ყველანაირ გზაზე, ყველანაირ ხერხს პოულობს. თან არის რაღაცა ჩემი აზრით ამ პიესაში იმ კუთხით საინტერესო, რომ ცოტა მეტი სიცოცხლე თანსდებს ამას. იმიტომ რომ რაღაც მიზანი გააჩნია და თან იმაზე მეტად გამოკვეთილი მიზანი, ვიდრე სხვა პერსონაჟებს და აქედან გამომდინარე ეს უფრო ამძაფრებს იმის ხაზს, ასე ვთქვათ, პიესაში. რაც არ უნდა იყოს ეს პატკალოსინი. ხოლ დანარჩენები ვინც არ უნდა ამოყვეთ, ომლეტი, ჟევაკინი, ანუჩკინი, ღმერთმა უწყის ვინ არიან. თან ისეთი პერსონაჟი როგორიც არის პატკალოსინი, აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ჩემგან, ჩემი პერსონაჟისგან განსხვავებული. აი ეს ორი ჩვენ დიალოგები როცა მიდის ხოლმე მე თვითონვე უყურებ და ვხედავ და ეს თავიდანვე ვხილავდა რომ ჩვენ ორი კონტრასტი ვიყავით ეს და რაღაცა ის ადამიანი რომელიც არის ფლეგმა მიჩვეულ თავის ფუტლიარში ცხოვრებას მე პირიქით ადამიანი რომელიც ვცდილობ რომ ის გამოვიყვანო ამ ფუტლიარიდან მართლივი ქუჩები არის მართლივი ცირავ მე მინდა კარგი საცოლე ბრდილობიანი განათლებული თან ფრანგულით რომ იცოდეს Guten Tag! ეს მეც და ჩვენმა რეჟისორმაც ლაშა შეროზიამ ერთად გადავწყვიტეთ მოვუგონეთ ამ დუნიაშკას ჩემს პერსონაჟს ბიოგრაფია ძალიან კარგ და ისეთ ოჯახში იზრდებოდა განათლებულ წევრების ოჯახში და იცოდა ფრანგული იცოდა სხვა უცხოენებიც ალბათ არ ვიცი მაგრამ შემდეგ ალბათ რაღაც უბედურება შეემთხვა და სოციალური პირობების გამო დარჩა ვიღაცის მოსამსახურე აგაფია და ჩემის აზრით თითქოს დადებითი თვისებების მატარებელია ეს დუნიაშკა თითქოს ანუ იცის განათლებულია განვითარებულია თითქოს რაღაც სიყვარულის წყურვილიც ახასიათებს რაღაცა მაგრამ დააკვირდით ახლა ბოლოს იმარჯვებს იმიტომ იმარჯვებს რომ აგაფია არ გათხოვდა და ეს დაიჩაგრა და ეს დაიჩაგრა იმიტომ რომ დარჩა გაუთხოვარი დაუშვათ ხო მაგრამ გამარჯვება ეს თუ კი ეს ჩემი პერსონაჟი გულისხმობს თუ კი ეს ჩემი პერსონაჟი ფიქრობს რომ მე გავიმარჯვე ეს არის ძალიან ცუდი და უარყოფითი ყველა ადამიანისათვის დუნიაშა ივან კუზმიჩის სად არის არის პანჩია გადახდა სიმართლეს ამბო როგორც კი პანჩიდან გადახდა მეტრე დაიქნება ჩაჩნდა ტყუის მეტრეს ოქროს მანეთი გადაუხდა ამ ადამიანებს მხოლოდ კომპლექსები აწუხებს და არიან როგორები ახლა ვერ ბედავენ წარმოაჩინონ თავიანთი ანუ ყველა ის კარგი თვისება რაც შეიძლება ადამიანს კონდეს ღვთისგან მონიჭებული და ეს არის ერთგვარი კომპლექსი თითქმის ზოგადად საზოგადოებაში ხდება ეგ ყველაფერი და ძალიან ცუდია რა ვიცი მე ასე ვფიქრობ მარცხნივ სადღაც ოპოპა მიწოცავს
გასაძიერია თანაც როგორი განცდე. ჩემი პერსონაჟი ჟევაკინი გაღლეტილი, ყოფილი მეზღვაური ლეიტენანტი, თადარიგში გადამდგარი, არაფრის მქონე. ჩიბუხის გარდა არაფერი არ აქვს, ტექსტის ესე ჟღერს. შევეცადეთ რეჟისორთან ერთად, რომ პერსონაჟი მიგვეყვანა იმ დონემდე, რომ გამოჩენილი იყო მისი ასეთი ამ კონცეფციაში გადაწყვეტილი. ისე ჟევაკინი დახეული, დაფხრეწილი, ასე ვთქვათ, როგორც თქვენ, წელნაშკი სამარაა რა. ეს იყავ წარმოდგენილი, გოგოლსაც ეს იყავდა, ესე დგამდნენ. მაგრამ ამ ლაშასეული კონცეფციით ერთ გადანახული ტანსაცვლით მოდის, დაუთოებული, გაწკეპილი, მაგრამ შიგნით ჩიბუხის მეტი არაფერი არ აქვს. პერსონაჟი, რომელიც მალავს თავის მდგომარეობას. და როგორც ჩანს, ეთყობა მივაღწიეთ მაინც, მივაღწიეთ ჩანს ეს და ამიტომ ვამბობ თავისუფლებას ვაძლევ, რომ გამოჩნდა სული შიგნით. გოგოლს არ გავს? აუცილებლად შეთავცოს! ბაშა! ოღონდ სხვას! არა! გემთარებით სხვას მოშევთავთ. დამაგორცინეთ მხოლოდ ამ დიასახლისზე. იხავთ, მოწყალე. არ ვიცი, რამდენად კიდევ ალბათ დასახვეწია ბევრჯერ უნდა ვითამაშოთ ეს სპექტაკლი, რომ უფრო გავითავისოთ და უფრო ცოტა სილაღე იყოს ამაში რა. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ჩანს, რომ ჩემი პერსონაჟი გადადგმული ნაბიჯია ჩემ შემოქმედებაში იმისკენ, რომ რაღაც კიდევ ერთი სახე შეიქმნა, გოგოლისეული, თუნდაც ქართული, იმიტომ რომ რაღაც ასეთ ენერგეტიკაც ცოტა ისეთია, რომ დააკვირდეთ რა, იმიტომ რომ რაღაცა მიცა მარცვალი იმისა, რომ აქ ხდება. ერთი წუთით უკაცრავად. რაღაც ხდება. თავი ამტკივდა. არა, ისე რამე არ მოხსოვ, ჩემი. იცი, ჩემ სიმელოდეს ყურადღებას მიაქცევ. ციხელებისაგან მარჩა, გამივლის, გამივლის. ჩემთვის უნერთია, რაც არ უნდა გქონდეთ მათ. შავდრაკს უჩამისებ, ჩემი სახისგანი უფრო გამოანათებს, ქალბატონო. თქვენთვისვია უკეთესი. შვიდობით. წავიდა. სხვათა შორის ესეთი თემაა, რომ ყველაფერზე მოქმედებს და ყველაზე, ყველა დროიზე, ყველა ქვეყანაზე, ყველა მდგომარეობაზე, ყველა სოციალურ ფენაზე პრობლემაა ესეთი. რამდენად მივახციეთ ახლა უკვე თქვენი განსაჯელია და მაყურებლისა, რომელსაც მოსწონს ეს სხვათა შორის. მოსწონს, აი კმაყოფილია, იმიტომ დაინახა თავისი თავი, თავისი მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში არსებული. იმიტომ რომ აქ ავართ ჯერ. ჩვენ არ ვიცით საფრანგეთში რა ხდება, იაპონიაში რა ხდება, ხო? გონი იმუშავა ამან რა და მე როგორც მსახიობი დღესდღეობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკმაყოფილების გზნობა მაქვს იმდენად, რამდენადაც შეიძლება უკეთესი იყოს და იქნება კიდევაც, იმიტომ რომ ბევრჯერ არის სათამაშო ეს. დანარჩენი, რა ვიცი, თქვენი ის არის განსაჯელი, მაყურებლის განსაჯელი და ერთი თხოვნა მაქვს, რომ მოვიდეს ნახოს მაყურებელმა ეს სპექტაკლი, ნახოს აუცილებლად უნდა ნახოს. მართალია სივრცე პატარაა, მაგრამ აიტანს ყველაფერს. რაიმე ნაკლი მაინც მქონდეს. ბაუფალს უნდა ჩემთვის არაფერი დაუკლია. ისე ჩემს ლექსებს მოუძებნი. მას კი შეგცადოთ ჩაკეტილი. იმ ლექსებზე არაფერი დაუდგება. აშასე ისე თავიდან ისე ნახვა, ისე უარი, ისე გაგიმართლებს, ისე ნახვა, გაგიმართლებს, ისე უარი მოხმერდოჩი. რასიბნელია. რამაც მივიზგა, რომ ეს კიდევ ერთხელ დამემტკიცებინა ჩემი თავის სულ ეს პიესა კარგი იყო იმისთვის, რომ მე გამეკეთებინა და ჩემთან ახლოს იყო. გოგოლის თითქმის ყველა ნაწარმოებში არ ვიძახი, რომ ყველასთან არის ერთი ესეთი ფრაზებით ამთავრებს ხოლმე. ხან ბოლოში, ხან შუაში ჩვენთან მოწყენილობაა, მეგობრებო, ძალიან დიდი მოწყენილობა და ეს ფრაზა იყო ის რამაც მე მიბიძგა, რომ რატომ არის და გამომეკვлия, რომ თუ რატომ არის სიტყვაზე ამ გმირებში ესეთი დიდი მოწყენილობა, რამ გამოიწვია ესეთი დიდი მოწყენილობა, იმიტომ რომ გოგოლი თვითონ იძახის ამას. მე მგონი დღევანდელ სიტუაციაში ეს ხდება, რომ მოწყენილობა იმით, რომ
ყველას თავისი საზრუნავი აქვს და ყველა გადართულია თავისი რაღაცა პრობლემების მოგვარებით, თავის სოციუმში და ადგილის დამკვიდრებით. ვიღაცას უნდა რომ თანამდებობა აიმაღლოს, ვიღაცის მიზანია რომ ბანკში იმუშაოს და მთელი დღეები კომპიუტერს უყუროს და ნერვული სისტემა დაიზიანოს. მეც უნდა ზოგიერთისთვის მრავალჯერ შევკითხებიათ. მართლა? ერთ-ერთს მეც ვიცნობ. შვენიერი ბაშკაცი. მაღალი, ლოყე ღაშღაშა ხუჭუჭა. მოკლედ, ისე მოაბეზრა თავის უფროს თავი ჯამაგირის მომატებას, რომ იმანაც ვეღარ მოითმინა და პირდაპირ სახლში შეაკურთხა. აჰა, შენი ჯამაგირი შესატანაო, თან მიარწაყა. ჯამაგიეროდ, ჯამაგირი მოუმატა. ხოდა რა მოხდა მე თუ შეგაფურთხეს? არა სხვა საქმეა თუ ცხვირს აფოცი თან არ გაქვს. მაგრამ იმას ჯიბეში ქონდა. ამოიღო. მოიწმინდა. ანუ ეს სოციალური დან არის ალბათ მე მგონი ყველაფერი წამოსული. რაც შეეხება ახლა პერსონაჟებს, ეს იყო ის მთავარი სამუშაო პროცესი, რაც მე ძალიან მინდოდა რომ გამიკეთებინო, რომ ყველა პერსონაჟი ყოფილიყო ინდივიდი, ყველა პერსონაჟს ქონოდა მისი ხასიათი და დასმეს მე მგონი კარგად შეძლო. 3 თვის განმავლობაში ვიმუშავეთ ამ პიესაზე და რა თქმა უნდა იყო სირთულეები, რა თქმა უნდა იყო რაღაცა პრობლემები. ანუ ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს არის ძიების პროცესი. ეს რო არ ყოფილიყო, ჩავთვლიდი რომ ჩვენ არაფერზე არ გვიმუშავეთ. მათ თავისი აზრი ჰქონდათ, მე რა თქმა უნდა ჩემსაც, ანუ შეთანხმებული ურთიერთობებით ჰქონდა და მე მგონია რომ ეს მივიყვანეთ რაღაცა რეალურ შედეგამდე და ხასიათები გამოიკვეთა. რა ვიცი, მაყურებელმა უკეთანა შეაფასოს ალბათ. ქორწინება ის კი არ გახონ. მეძლე დაიქირაო და მოუსვა საერთოდ გინდა. ეს სხვაგვარი მოვალეობა. ეს არის მოვალეობა. ეს არის მოვალეობა. ეს არის მოვალეობა. მე გეტყვით რა მოვალეობა წაახადრო არა მაქვს. ანუ მოვალეობა რა არის ცოლქმრული ცხოვრების და ქორწინების? გოგოლს რა თქმა უნდა, გოგოლმა რა თქმა უნდა არ იცოდა, იმიტომ რომ მას ცოლი არსადეს ყოფილა. გოგოლს ჰქონდა ერთი მომენტი, როცა მან ცხოვრებაში პირველად გადაწყვიტა ცოლი მოეყვანა და გადაიფიქრა მაშინ, როცა უკვე ხელისათხოვნელად სახლში მივიდა და გაიცნო ნათესავები და იქ ჩამოვარდა ლაპარაკი ქორწინებაზე, მზითებზე და ასე შემდეგ და მაშინ მან პირველად დაუკანასკნელა თუ არ ითქვა და მას შემდეგ აღარ უქორწინია. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კავშირია ქორწინებასთან. ღმერთმა დალოცოს თქვენი კავშირი. ივან კუზმიჩ, აკოცება დაწეს. შენ ახლა ეს უნდა გააკეთო. არაფერი გაგოცო, არაფერი დაიგაკოცო და ესეჭინა. აი ქალბატონ. ახოჩინება მომაცი. შვენიერი ხელი. საიდან ასეთი შვენიერი ხელი? ნებამებოთი, ქალბატონო ახლა მიქორწინოთ. უშატო დავით. როგორი წევი რა? ქორწინება. აი სანაცვლოდ ჩვენ რო ვიწყებთ უკვე რაღაცის ძიებას, აი კი მეცოლს მოვი. ყველა ადამიანი არის ინდივიდი. ყველა ადამიანს აქვს თავისი სურვილი, თავისი პრობლემა, თავისი მოთხოვნილებები, ხო? ყველა ადამიანი არის ერთადერთი და ინდივიდი, ასე რომ ორი ერთადერთი და ინდივიდი, როცა ერთმანეთს ეჯახება, იქ რა თქმა უნდა პრობლემები იქნება. და ქორწინება არის ის, რომ თუ ეს მოვალეობაა და ამ მოვალეობაში რა თქმა უნდა საკუთარი თავის უნდა შეიზღუდო, რაღაცეები უნდა დათმო, რაღაცეებს ანგარიში უნდა გაუწიო, შვილები უნდა გაგიჩნდეს, მე შვილებს ანგარიში უნდა გაუწიო. ანუ ეს მოვალეობა თითქოს რაღაცა რუტინაში გადაიზრდება. აი რომ ვფიქრობ, სულ რამოდენიმე წუთში დაქორწინებული ვიქნები. დაქორწინებული ვიქნები. აი რაღაცნაირი ნეტარება მიფრობს ისეთი, რომელსაც სიტყვებით ვერ წახსნი. თუმცა რაც უფრო მეტად ვფიქრობ ამაზე, უფრო საშინლად გრძნობ თავს. მე ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე საკუთარი თავი უნდა შეიზღუდო და სანაცვლოდ რა
და სანაცვლო. შეიძლება პასუხი ვეძებოთ იმაშიც, რომ თვითონ პერსონაჟია კომპლექსური. მაგრამ მე მაინც ფიქრობ პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტია ერთმანეთთან. თვითონ თავიდანვე კითხვას სვამს, რომ ჩაუფიქრდებიო თითქოს და ნამდვილად ქორწინება საჭიროა. ამით იწყება სპექტაკლი, მაგრამ აი შინაგანი ბრძოლა არის, შინაგანი ბრძოლა ალბათ გამომდინარე საზოგადოებასთან შეუთანხმებლობა გმირის პერსონაჟის და ეს ჭიდილია მასში. ვერ გადაუწყვეტია ის თუ ეს კონფლიქტი როგორ შეიძლება მოაგვაროს. და ალბათ ის უარი საბოლოო ჯამში მოდის იქიდან, რომ ამ კონფლიქტს ვერ აგვარებს საზოგადოებასთან. არ შეუძლია წავიდეს რაღაც ან დათმობაზე, ან ის წესი, რასაც თავაზობს საზოგადოება პიროვნებას, ის არის მიუღებელი. პასუხი კონფლიქტი, ასე ვთქვათ, მრავალმომცველია, მაგრამ ერთი პასუხი მართალი გითხრათ, ახლა გამიჭირდება. თვითონ პიროვნებაშია, რა თქმა უნდა, კონფლიქტიც. ღია, რა იქნება რომ ამ ფანჯრიდან? არ შეიძლება. თუ რომ უწესობა ადამიანი, მაღალია. ხოლო ერთი სართულია და ისიც დაბალი. უკუდოდ როგორ დავიდე უხერხულია. მართლა შეიძლება. რა იქნება რომ სადოს კაცმა? უთი ცდი. ბატონებო! მოდა! ცდი! ძალიან მიხარია ერთი ფაქტი, რომ ურთიერთობა შედგა ძალიან კარგი მხატვარს თამარ ჭავჭანიძეს, კომპოზიტორ ირაკლი ჩაჩუასთან ჩვენ შორის და დას შორის, იმიტომ რომ ძალიან კმაყოფილი ვარ მე დეკორაციით, ძალიან მომწონს და მუსიკაც ასევე ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგია, სუბიექტური ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ტანდემი ეს რო შედგა, ეს ძალიან მიხარია და მე მინდა რომ მადლობა მოუხადო მათ. მე მინდა რომ თელ დას მოუხადო მადლობა და ბატონ ანდრე ენუქიძეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. ახლავე და კარიდან გაქცეული სასიძო ხანდახან მობრუნებულა.